რეგისტრაციიდან რაღაც დროის გავლის შემდეგ Upwork-ი აუცილებლად მოგთხოვს ინფორმაციას გადასახადების გადამხდელის შესახებ. ეს არის მარტივი ინფორმაცია, სახელი, გვარი, რეზიდენტობის ქვეყანა, ქვეყანა რომლის მოქალაქეც ვართ, დაბადების ადგილი, მისამართი და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია უნდა შევავსოთ Manage Finance-ში, Tax Form-ში და შემდეგ Tax Form-იდან უნდა გადავიდეთ Tax Information-ში. ამ ფორმაში Upwork-ი გვეკითხება თუ რომელი ქვეყნის რეზიდენტები ვართ. ვართ ამერიკის რეზიდენტები თუ არ ვართ. იმის მიხედვით Upwork-ი შემდეგ არიჩევს რომელი ფორმა შეგვარჩევინოს, W9 თუ W8. იმის შემდეგ, რაც ავირჩევთ ქვეყანას, რომლის რეზიდენტებიც ვართ, უკვე მიდის ჩვენი იდენტიფიკაცია, როგორც რა ტიპის გადასახადის გადამხდელი ვართ. ვართ ინდივიდუალები, ვართ ЩПС, კორპორაცია და ასე შემდეგ. უნდა შევწეროთ ჩვენი სახელი, გვარი იურიდიულად, ავირჩიოთ ტიპი, ავირჩიოთ დაბადების თარიღი, ავირჩიოთ ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ვართ. და შემდეგ გვეუბნება, რომ გადაამოწმოთ ინფორმაცია, ნებისმიერი ინფორმაციის ცვლილება გამოიწვევს ფორმების თავიდან შევსებას. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე W8-BEN ფორმაზე, სადაც უთითებთ ჩვენ პირად მონაცემებს. პირადობის ნომერს, ხელმოწერას და უნდა მოვნიშნოთ ის, რომ ჩვენ ავტორიზირებული ვართ ამ ხელმოწერის განსახორციელებლად. ვართ იგივე პირი ან იურიდიულად მინდობილი პირი. შემდეგ მოდის ფორმა დამატებითი ღირებულების გადასახადის შესახებ. თუ ჩვენ ვართ რეგისტრირებული როგორც DGG-ს გადამხდელი და შევიყვანთ ჩვენ პირად ნომერს, მაშინ Upwork-ი დამატებით 18%-ს არ ჩამოგვაჭრის სერვისების ღირებულებაზე, როგორც არის კონექტების შეძენა, agency-ს გადახდა, Freelance Plus-ის გადასახადი და ასე შემდეგ. თუ მიუთითებთ პირად ნომერს, რომელიც არ არის დარეგისტრირებული DGG-ს გადამხდელად, Upwork-ი არ მიიღებს მას. როგორც ჩანს, რაღაცა ინტეგრაცია აქვს ჩვენ შემოსავლების სამსახურთან. მაგიტომ ამ შემთხვევაში ამ აკაუნტზე ჩვენ მიუთითებთ, რომ არ გვაქვს DGG-ს იდენტიფიკატორი, ანუ ჩვენი პირადი ნომერი არ არის დარეგისტრირებული DGG-ს გადამხდელად. ნახოთ, როგორ მოქმედებს ეს კონექტების ყიდვაზე, როდესაც ჩვენ ვხარჯავთ ფულს Upwork-ში. თუ ავირჩევთ $30 პაკეტს, დავეცდებით მის ყიდვას, მას ზევიდან დაემატება $5.40 როგორც DGG-ს გადასახადი, ეს არის 18%.